საბავშვო ბაღებში არსებული კვების ჰიგიენური ნორმების დარღვევები და უხარისხო ხორცის პროდუქტები. აღნიშნულ თემაზე არასამთავრობო სექტორმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გამართა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული შეხვედრის ინიციატივა ოზურგეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკუთვნოდა. NGO სექტორმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა სკოლამდელ სააღმძელო დაწესებულებებში ვადაგასული სავარაუდოდ საკვებად უარგისი საქონლის ხორცის შეტანის თაობაზე. გაჟღერდა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე სკოლამდელი სააღმძელო ცენტრისა და ტენდერში გამარჯვებული ფირმის ბრალეულობის საკითხი. პრობლემის გადაჭრის მიზნით დაისვა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების პროდუქტის ხარისხის კონტროლის სხვადასხვა ფორმით დანერგვის ინიციატივა. ეს არის ისეთი საერთაშორისო მნიშვნელობის თემა, რომელიც ეხება ჩვენი მომავალის, ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობის თემატიკას. აქედან გამომდინარე, ვერც ერთ ვარიანტში არასამთავრობო თუ საზოგადოებრივი სექტორი ამის ყურადღების მიღმა ვერ დატოვებდა ამ საკითხს და შესაბამისად ამ შეხვედრამ ჩვენ რაღაც გარკვეულ გზაზე და კვალზე გაგვიყვანა. უკვე გამოიძებნა რაღაც მექანიზმები იმისა, თუ ხელისუფლებას, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება საბოლოო ჯამში. ეს ეხება ერთის მხრივ ლაბორატორიის შეძენის საკითხს, რომელიც ამ შემთხვევაში უკვე დაისვება საკრებულოს წინაშე, ან კიდევ ისეთი პირის გამონახვა დამატებით, რომელიც უზრუნველყოფს აი ამ შემოტანილი პროდუქტების ლაბორატორიულ შემოწმება და საბოლოო დასკვნის მიღებას. შეხვედრას არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან ერთად სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელმაც ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე გააკეთა აქცენტი. თუ ხორცი უვარგისი იყო, შესაძლებელია დანაშაულთან ჰქონდეს საქმე, ვინაიდან არსებობს დაასკვნა, რომელიც წარმოადგენია ბაღების გაერთიანებამ, ხორცი არის ვარგისი და საკვებად გამოსაყენებად. თუ დადგინდება, რომ ხორცი უვარგისია, საქმე გვაქვს საქონლის არასწორ მიწოდებასთან, ხელშეკრულების დარღვევასთან, ასევე ფალსიფიკაციასთან საქონლის და აქედან გამომდინარე ნახოთ რა იქნება შესაბამისი რეაგირება მოყვება ამ ყველაფერს. სააღმძელო ცენტრმა ხელახალი ტენდერი გამოაცხადა, რომელიც ბაღებში მაღალხარისხიანი ხორცის მიწოდების პრევენციულ ზომებსა და ფორმებს გაზრდის. ჩვენ მქონდა მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების უფლება და შეგვეძლო ვიზუალური დათვალიერებით შეგვერჩია ხორცის ხარისხი. ჩვენ ახლა მივიღეთ, გამოვაცხადეთ ახალი ტენდერი ხორცთან დაკავშირებით და ესეთი პირობები გვაქვს, რომ ფილე ხორცი, რომელიც უნდა იყოს პირველი ხარისხის და რომელიც უნდა შევიდეს ყველა საბავშვო ბაღში, ვითხოვთ, რომ იყოს არანაკლებ 3-4 კილოგრამი თითო ნაჭერი ხორცი, რომელ ნაჭრებზეც თითოეულზე იქნება დაარტყმული ის ბეჭედი, რომელიც არის საბუთში, ანუ კონკრეტულად ფორმა 2-ზე კახალზე. საკითხის მოკვლევასა და ლაბორატორიულ შემოწმებას სურსათის უვნებლობის სააგენტო ახორციელებს. ლაბორატორიული შემოწმების პასუხი კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. მანამდე კი ბაღებში ხორციანი საკვების მიწოდება შეწყვეტილია.